ღამემშვიდობისა ბავშვებო. მე ვარ ნინო მარგველაშვილი, დღე 25 და დღეს უნდა წაგიკითხოთ ქართველი წერლის, ქართველი გოგონას წიგნი. წიგნის ავტორი არის სოფია გიგიტაშვილი, ჩემი მეგობარი, რომელიც ცხოვრობს ძირითადად ნიუ-იორკში და მომცენება რომ წამეკითხა მისი წიგნიც. თქვენთვის წიგნის სათაური არის დღე, როდესაც მზე გაუჩინარდა. წიგნის ილუსტრაციების ავტორი არის ნანა სამანიშვილი. უპს, ვერ გადავშალე. ეს წიგნი ეძღვნება ყველა ბავშვს, რომელთა ცხოვრებასაც ომისა და ბრძოლის ბოროტება შეეხო. და არასოდეს დაკარგოთ იმედი ბავშვებო. ეს იყო ავტორის წინასწვავა და დავიწყოთ კითხვა. ერთ დილით ჩვეულებრივ დროს გავიღვიძე, მაგრამ რაღაც უცნაური ხდებოდა. ვერ ვიპოვე ჩემი ფეხსაცმელი ლოგინის ქვეშ. მაისური უგუღმა ჩამოვიცვი, ამოტრიალებული. ფეხი სათამაშოს ყუთს მივარტყი. რა ხდება? გავიფიქრე. უცბად გავიაზრე, რომ ჩემ ოთახში ბნელოდა. რა უცნაურია, გავიფიქრე. დილა და დილაობით ხო სინათლე უნდა იყოს. თუ კიდე სიზმარში ვარ. ნელ-ნელა ფანჯარასთან მივედი და გარეთ გავიხედე. მხოლოდ სიბნელეს ვხედავდი. არ იყო მზე, სინათლის პატარა სხივიც კი არ ჩანდა. ტირილი არ მინდოდა, მაგრამ ბრძნობდი სრემლები, როგორ ჩამოდიოდა ლოყებზე. შემეშინდა. რა მოუვა სამყაროს მზის სითბოსა და სინათლის გარეშე? დავურეკე ყველა ჩემ მეგობარს, მსოფლიოს გარშემო. ამერიკაშიც, ჩრდილოეთ ამერიკაშიც, სამხრეთ ამერიკაშიც, აფრიკაშიც, ევროპაშიც, აზიაშიც, ავსტრალიაშიც. პოლარულ დაცვთანაც კი დარეკა. მზეს ვერსად ხედავდნენ. სიბნელემ მოგვიცვა, შეგვეშინდა. ერთად მზის მოძებნა გადავწყვიტეთ და მისი დაბრუნება დედამიწაზე. თავდაპირველად დაიკო ოკეანე მოვინახულეთ. ვიფიქრეთ, რომ მას ეცოდინებოდა, იმიტომ რომ ხშირად ვხედავთ ხოლმე, რომ მზე მასში უჩინარდება ხოლმე. მისი უზარმაზარი თვალუწვდენელი სხეული მზის მთვარის შუქზე ბზინავდა, მაგრამ მზის შესახებ არაფერი იცოდა. ბოლო მზის ჩასვლის შემდეგ მის შესახებ არაფერი გამიგია, თქვა მან. იქნებ ზამიკო თამიცოდეს სად იმალება მზე. დიდი ხნის სიარულის შემდეგ დავინახეთ მთა, რომელიც უზარმაზარი, ლურჯი აჩრდილივით იდგა. უკაცრავად მთა, მაგრამ ხომ არ იცი მზე სად წავიდა? ვკითხეთ ჩვენ. არ მინახავს, გვიპასუხა. ღრუბლებს ვკითხეთ. ისინი ყველაფერს ხედავენ და შეიძლება მათ იცოდენ, სად არის მზე. უფრო მაღლა და მაღლა ავედით მთებზე, სანამ თეთრ ნისლის შუაში არ მოვხვდით.
რბილი ღრუბლები, სიგრილე შვიდად გვეხვეოდა ჩვენ. მაგრამ ღრუბლებმაც თქვეს, რომ ისინი ახლახან დაბრუნდნენ დასავლეთიდან და მზე რაღაც პერიოდის განმავლობაში საერთოდ არ შეხვედრიათ. ღრუბლებმა მთვარისკენ მიგვითითეს, რომელიც ხშირად მზის ადგილს იკავებს ხოლმე, როდესაც მზე საღამოობით ჩადის. მთვარე გაოცებული ჩანდა, როდესაც ბავშვები დაგვინახა მთის წვერზე სიბნელეში. მაგრამ შეიძლება სიბნელითაც გაოცებული იყო. მისგან ერთი სიტყვაც ვერ გავიგეთ. ძალიან ბნელოდა მთაზე. არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა, ან სად წავსულიყავით. გვშიოდა, გვწყუროდა, გვციოდა და მოწყენილები ვიყავით. გვენატრებოდა ჩვენი სახლები. პოლარულ დათვს თავისი აისბერგები. სიბნელის თითქოს აუტანელი ხდებოდა სიბნელე და უიმედობა ვიგრძენით. უეცრად ჩვენი სახე ზემოთ აიწია, იმიტომ რომ ფრთების პარტყუნის ხმა გავიგეთ. უზარმაზარი ფრინველების გუნდი მთვარის შუქზე გამოჩნდნენ. რა უცნაური ადგილია ბავშვებისთვის, შეიცხადა ერთ-ერთმა ფრინველმა. ჩვენ მზეს ვეძებთ, მაგრამ ვერსად ვპოულობთ, უპასუხეთ. ჩვენ ვერ მოგვეხმარებით მზის მოძებნაში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ქვემოთ მინდორში ველზე ჩაგიყვანოთ. ძალიან რთული გზა არის გასავლელი ღამით მთიდან ქვემოთ ჩამოსვლა. ხო და თითოეული ჩვენგანი ჩიტების ფრინველის ზურგზე დავსხედით და გავფრინდით. მთვარე ძალიან ნათლად ანათებდა და ჩვენს ქვემოთ არაჩვეულებრივ დედამიწას ვხედავდით. დავინახეთ ტყეებში ხეების ჩრდილები და გვესმოდა მდინარეები, როგორ მიედინებოდნენ და მიქროდნენ მიწაზე. ბნელი მთები შავ ცას წვდებოდნენ. ვერც ვამჩნევდი და ძალიან ცოტათი შეგვეძლო გაგვასხოვებინა დედამიწის არსებები, დიდი თუ პატარა, რომლებიც ეს სხვადასხვა ადგილას გადაადგილდებოდნენ. ვოცნებობდით, რომ მზე ყოფილიყო, რომ გაინათებინა და ეს საოცარი სანახაობა სინათლეზე დაგვენახო. ჩიტებმა რბილ მდელოზე ჩამოგვსეს და სიბნელეში გაუჩინარდნენ. მალე ჩიტების ფრთების ხმა სიჩუმემ შეცვალა. შევხედეთ ერთი მეორეს და ზუსტად ისევ არ ვიცოდით რა უნდა გავაკეთებინა ამის შემდეგ. დიდხანს ვიმგზავრეთ და ვიმოგზაურეთ. დაამტკნარა პოლარულმა დათვმა. მოდი, ცოტა ხნით დავიცინოთ. 6-ვე ჩვენგანი პოლარულ დათვის ურბილეს ბეწვში გემრიელად შევეხვიეთ და სწრაფადვე ჩაგვეცინა. საათები გავიდა, სიზმრები დაგვესიზმრა, მაგრამ რაღაც უცნაურმა ხმამ, რომელიც ტყიდან გამოდიოდა, ზუსტად მდელოს კიდეზე გაგვახვიცა. ულამაზესი ნუკრი გამოჩნდა და ძალიან ესეთი შვიდად გამოემართა ჩვენსკენ. შემდეგ მოწიწებით თავისი კისერი გადმოხარა ჩვენსკენ და გვითხრა. ბავშვებო, გაიღვიძეთ. უცნაური ნათება შევამჩნიე მთის წვერიდან, მაგრამ მე
საკმაოდ მეშინია იმისთვის, რომ მარტო გამოვიძიო რა არის ეს ნათება. ნუკრი გაგვიცხვა ამ უცნაური მთისკენ. და უცბად შევამჩნევთ, რომ თითქოს რაღაცა არ ვიცი, გოლიათმა, ხო? თას თავი მოჰკვეთაო, გადაჭრილი ქონდა თავი. აი ეს დიდი ნათება მთის წვერიდან მოდის, აგვიხსნა ნუკრმა. ავძვერით მთის წვერზე, რაც უფრო მაღლა ავდიოდით, მით უფრო ხურვალებას და სიცხეს ვგრძნობდით. ერთად ნერვიულად შეშინებულებმა ჩავიწყიდეთ ამ ღრმა კრატერში, ვულკანის ყელში და შიგნით მზე დავინახეთ. გიპოვეთ! გაგვეხარდა. გთხოვ, მზეო, ამოდი და ისევ გაგვინათე. მაგრამ მზე არ გაიმძრა. ძალიან ღრმად არის ჩავარდნილი, გითხრა ნუკმა. მას არ ესმის ჩვენი ძახილი. შევხედეთ ბავშვებმა ერთმანეთს უსუსურად. შევხედეთ ჩვენს ცარიელ ხელებს. ჩვენ ხომ მხოლოდ ბავშვები ვიყავით. როგორ ამოვიყვანდით მას? როგორ შეიძლება ამოიყვანონ, დაეხმარონ ბავშვები? უეცრად თავში გეგმა დავსახეთ. არ გქონდა ინსტრუმენტები, მაგრამ ჩვენ ერთმანეთი გვყავდა და გქონდა იმედი. ხელები ჩავჭიდეთ ერთმანეთს, რომ ისეთი კიბე გაგვეკეთებინა, სანამ ახლოს არ მივიდოთ მზესთან, რომ ჩვენი ხმა გაეგო. მზეო, გთხოვ, არ დანებდე. სამყაროს ჭირდები შენ და ჭირდება შენი სინათლე, უთხარით ჩვენ. დაბრუნდი. მზე ნელ-ნელა ჩვენი ხმებისკენ ამოიწია. აი ესე მზეო, გულშემატკივრობდით ჩვენ. გამოდი სიბნელი და მოგვენატრა შენი სინათლე. და რაც უფრო მეც ვამხნევებდით და გულშემატკივრობდით მზეს, მით უფრო მაღლა ტივტივებდა მზეს, სანამ ბოლოს და ბოლოს ცაში ჩვენს თავზე არ ამოსრიალდა. მზის ამოსვლასთან ერთად ცა ოქროსფერის სხივებით აივსო. სინათლე მინდვრებზე ბზინავდა და ჩვენ ხედავით მწვანე ხეებს და ფერად ყვავილებს. ჩვენ ვიგრძელებთ მზის სითბო, როგორ გვეხვეოდა, თითქოს გვეხუტებოდა და ერთად, ყველმერთად გავიხარეთ. დასასრული. ყველა ომი ბავშვების წინააღმდეგ ომია. ამიტომ ამ წიგნიდან შემოსული, გაყიდული წიგნი, ეს წიგნი როგორც კი გაიყიდება და ის ფული რაც შემოვა, გადაირიცხება იმ ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც მთელს მსოფლიოში ომს გადაურჩნენ, ხო? რომ გამოჯამრთელდნენ, რათა მერე თავიანთი მომავალი იმედით და არა ტკივილით შექმნან. ეს იყო და ეს ტკბილი, ძილი ხარით ძალიან გვიანი. თუ ეხახა მეუყურებთ და გემრიელ, ტკბილ, თბილ, მშვიდ, შეიძლება გრილ ძილს გისურვებთ.